რომელი ფქვილი გამოვიყენოთ? დღეს მინდა გაგიზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა ფქვილის სწორად შერჩევის შესახებ. ტორტი, პური, პიცა, ფუნთუშა თუ სხვა ცომეული საბოლოო შედეგი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სწორად შერჩეულ ფქვილზე. რა თქმა უნდა, იდეალური და პროფესიონალური შედეგის მისაღებად არსებობს კიდევ უამრავი პროცესი და პირობა. თუმცა მე მინდა გაგიზიარო ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც სახლის პირობებში ყველაზე მეტად გამოგადგება და რეალურად მოახდენს შედეგზე გავლენას. ხშირად ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას, ვუყურებთ მხოლოდ მწარმოებელს. რა თქმა უნდა, ხარისხიანი და სანდო მწარმოებელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფქვილის შემადგენლობას. დავიწყოთ საფუარის ცომით. თუ გვინდა ფუმფულა ფორებიანი მაღალი პური, ბრიოშის ცომი, ფუნთუშები, პირველ რიგში უნდა დავინტერესდეთ ცილის, პროტეინის პროცენტულობით ფქვილში. ის ყოველთვის არის მითითებული შეფუთვაზე, კვებითი ღირებულების ცხრილში. საფუარიანი ცომისთვის იდეალური დიაპაზონია 11,5%-დან 13%-მდე, რადგან ცილა განსაზღვრავს გლუტენის პოტენციალს, ეგრეთ წოდებული გლუტენის ბადის სიძლიერეს, ანუ რამდენად კარგად დაიჭერს ცომი საფუარით წარმოქმნილ გაზს. თუ პროტეინი დაბალია 9%, გლუტენის ბადე იქნება სუსტი. ის გაატარებს საფუარით გამომუშავებულ აირებს ცომის გარეთ, იმის ნაცვლად, რომ წარმოქმნილმა გაზმა ცომი შიგნიდან გაბეროს, ამიტომ ცომი ვერ შეინარჩუნებს მოცულობას, პური გამოვა დაბალი და მკვრივი. რაც შეეხება ბისკვიტებს, ცომის ამოსვლას უზრუნველყოფს თქვეფით მექანიკურად შეყვანილი ჰაერი მასაში და ცხობისას წარმოქმნილი ორთქლი. ამიტომ აქ ფქვილის სიძლიერე უნდა იყოს მინიმალური. საკმარისი მხოლოდ იმისთვის, რომ სტრუქტურა დაიჭიროს. ბისკვიტისთვის იდეალურია დაბალპროტეინიანი ხორბლის ფქვილი. პროტეინის ოპტიმალური დიაპაზონი 7%-დან 9%-მდე. რადგან ბადე სუსტია, კვერცხისქაფი თავისუფლად ფართოვდება, მიიღება რბილი ფოროვანი ტექსტურა. მაფინებში, კექსებში, ფანკეიკებში, ბლინებში და ოლადებში საჭიროა საშუალოდ დაბალი პროტეინის ფქვილი, რადგან ასეთი ცომი უფრო მძიმეა ბისკვიტის ცომთან შედარებით. ცხიმის შემცველობა ცომში მაღალია, შაქარი ბევრია. ცომის ამოსვლა კი ხდება ქიმიური ამაფუებლების ხარჯზე. ამიტომ აქ საჭიროა უფრო სტაბილური სტრუქტურა, რომელსაც გვაძლევს სწორედ შედარებით საშუალო სიძლიერის ფქვილი. რეკომენდირებული დიაპაზონი 8%-დან 10%-მდე. ფენოვანი ცომი არის ყველაზე ჭირვეული კატეგორია, რადგან აქ უნდა მივიღოთ თხელი ელასტიური ცომის ფურცელი და ცალკე შრეები კარაქით. ცხობისას კი ფენების მკაფიო გახსნა. არსებობს მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ცომის გადაკეცვის რაოდენობაზეა დამოკიდებული. რეალურად კი ფენოვანი ცომის იდეალური ფენების ჩამოყალიბება თითქმის 70%-ით დამოკიდებულია სწორედ ფქვილზე. ცომის გადაკეცვა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვკეცოთ. თუ ფქვილში არ არის საკმარისი ცილა, რომ შექმნას სტაბილური ბარიერი ფენებს შორის, კარაქი გამოჟონავს, შედეგად კი მივიღებთ ბრტყელ, მძიმე ტექსტურას და ცხიმიან ძირს. ფენოვანი ცომისთვის იდეალური დიაპაზონი არის 11,5%-დან 12,5%-მდე. მარტივად რომ ვთქვა, თუ ფქვილი სუსტია, კარაქი გამოჟონავს ფენებში. თუ ძალიან ძლიერია, ფენები ვერ გაიხსნება. რა თქმა უნდა, მხოლოდ სწორად შერჩეული ფქვილი არ არის იდეალური შედეგის გარანტია, თუმცა არასწორად შერჩეულ ფქვილს შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს. ამიტომ შეინახე ეს ვიდეო, შეიძლება გამოგადგეს. აღწერაში დავტოვებ ცხრილს, მარტივად რომ იხემძღვანელო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.